რა დროს სახლში ყოფნა მიდი ადექი ჩაიცვი და წავედით სარბენად გზე გველოდება დილად გველოდება სუფთა ჰაერი ჩიტების ჩიკტიკი მიდი let's go მიდი კარგი და როგორ არ გეზარება მიდი რა დროს დაზარება თამრი მიდი უნდა ვივარჯიშოთ მიდი აი მე აგორ არ შემიძლია რა უძილობა შევიდე მიდი შედი ხო მიდი მოემზადე მიდი 1 2 3 მოდი აი თამრი ხომ ხედავ რა კარგია დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშია დაო ხო კარგია რაღა დროს ჩემი სირბილი თამაში და ხტუნობა ოფ ბები ვილიამსებს ჩემი სალამი თამრი ძალიან კარგია ეს ყოველდღიურ ვარჯიში უნდა დაწვა ეს ზედმეტი body fat ეს ზედმეტი კალორიები არალაშა რა კარგი ხედია არაჩვეულებრივი ხედი? ხო მოჭა დიკი და შეიძლება კეთება მაგრამ ეს ხესად ნახე ახლა ისე დამარ პირველად ნახე რა აი შენ რო გიყენია პარკინგზე მოძრავი ქონება უფრო დიდი იყოს ვიდრე აი ეს უძრავი ქონება ეს ახლა უძრავი თორე ქარი რო ამოვარდება ორივე მოძრავი ხდება კარგი იყო ეს მომენტი ისე თამარ აქ ის ქარის წისქვილები რო დადგა მაგრამ ქარი წაიღებს ძალიან მაინტერესებს ახლა ამის იუმორი ქარზე რამდენ ხანს იქნება რა ესე ვრცლად მაინტერესებს არა რატომ სხვა ბიზნესისთვისაც მშვენიერი ადგილია ისე თამარ კეთება ნახე ახლა რა ვიფიქრე მე აი ეს თავისი მანქანა ზაფხულში რო დატვირთოს საზამთროთი და თვითონ ჩრდილში რო დადგეს ვაი მე როგორ მომნადრებია ლაშიკოს იუმორი თამრი სანამ საზამთროს სეზონი მოვა შენი მანქანა მათხოვე დღეს სამტრედიაში მინდა წავიდე ხო იუზას ველაპარაკე სამტრედიაში ვარო როგორ გაუხარდება ჩემი იქ ჩასვლა კი სიხარულით მე-9 ცაზე იქნება ისე რა უნდა ამდენ ხანს იუზა სამტრედიაში არასოდეს არ უყვარდა იქ დიდხანს გაჩერება გუზანა მომენატრაო ხო გითხრა შენ რა იცი შენ არ უთხარი დილით მეც გავიგე აბაზანი და რომ ხო შენ არ მითხარი კეთება რომ კიო მე ასე მითხარ როგორც კი აბაზანიდან არ იყო რომ გამოვედი და მითხარ ესაო ო შენ მითხარი რა მე რა გითხარი მითხარი რა იყო გითხარი და მგითხე რა წავედი რა მე ვაიმე აუ დღესვე უნდა უთხრათ იუზას ამბავი ქეთევანს რას ამბობ თან მე მაგას ვერ ვეტყვი არ შემიძლია რას ლაპარაკობ შენ უთხარ გამორიცხულია მოიცა აბა ვინ ეტყვის თამარ ვინ ეტყვის თან მე არ მცალია დღეს ირაკლისთან უნდა წავიდე კლინიკაში სად უნდა წახვიდე ირაკლისთან ხო და შენ კითხვა შენ თვითონ და გაიცი პასუხი მოიცა ირაკლი ეტყვის ხო მეტი რა საქმე აქვს ოღონდ დღესვე უნდა მოასწროს სანამ წავა სამტრედიაში უნდა გავაჩეროთ ქეთევანი რანაირად გააჩერებ თამარ ამას რანაირად გააჩერებ გზებს თუ გადავკეტავ თორე ისე რანაირად გააჩერებ თამრი რა სიზამშე წამოხვალ სამტრედიაში არა არ წამოვალ მე სამტრედიაში იუზამ დამირეკა დღეს რომ ხვალ ჩამოდის თვითონ მე რატო არ დამირეკა ხო დაგირეკავს მე თუ დამირეკა შენც დაგირეკავს ხო დაგირეკავს ხო დაგირეკავს კი დაგირეკავს ხო ისე აი თამრი ძალიან მიკვირს იუზას არასოდეს არ უყვარდა სამტრედიაში დიდი ხნით წასვლა ხო აი მირეკავს ჩემი იუზაბიძია აიო ხო იუზაბიძია ხო შენ გენაცვალე რა გაცინებს აი მე როგორ იცინე აი მე როგორი საყვარელი სიცილი გავუხდა ნახე მაცივარზე აჰა ესე იგი დამრჩა კაი შენი გეძებდი სადაც არ ხარ ალბათ ამიტომ ვერ გიპო ქაუტონონა
ისიც ამერიკიდან ჩამოვდის მანქანა რა, ბაბუა ჩემმა მიყიდა. არა, რანაირად დამრჩა რა ნერვები. რაზე ბრაზოთ ხალბატონო? რაზე და საუზმის კონტეინერი დამრჩა სახლში. თქვენ ის მაინც იცით, რომ თქვენი კონტეინერი კონკრეტულად სახლში დაგჭათ. ჩემი კონტეინერი ნიუ-ჯერსიდან გამოვიდა და არავინ არ იცის სად არის. აი ხლა ვეძებ და მაინტერესებს კონკრეტულად რომელ რეგიონშია ჩემი მანქანა რა. არა, მაინც რანაირად დამრჩა, არასდროს არ დამრჩენია, რა დღეს და. ხალბატონო, ასეთი რა იდო ამ კონტეინერში? რა და ჩემი საუზმე და ესეც კონკრეტულად თუ გაინტერესებს, წიწიბურა, სტაფილო და მოხარშული კარტოფილი. კარგით რა ხალბატონო, ეგ არ გადასარჩენია რა წამოსაღებია. შენ არ ეშვები ხო ისო მღერი ხარ? თუმცა რა გენაღლება? შენიშვნას შენ არავინ გაძლევს და არაფერი. ვინ უნდა მითხრა შენიშვნა ხალბატონო? კლინიკის დირექტორი ბაბუა ჩემი ძმაკაცია. მოადგილე ძალიან კეთილი ქალია. თქვენ გამათამამეთ რა. თქვენ გამაფუჭეთ ხალბატონო. აი ნახეთ ჩემი გემი შევიდა ბერმუდის სამკუთხედში ხალბატონო ნონა. ინტერნეტმა გაჭირდა. ვა, კაი ხა ჩავალმე ჩემთან, ქვევით, მაინც ნახავ ხო სიმშვიდეა, ხო სიწყნარია, თან ხელოსანსაც გამოვიძახებ. მე შენიკებდი ხალხს. იგი გაგაფუჭეთ არა? კარგი. გოგოს გოგი. გამარჯობა. რა კი ნაირეკლი, შენი ბრად ამაქვს მიმოზას ხალათი, რა კი. ეს გოფწოს. აი გეგონება ლაშა შენზია შეკერილი. ხო ხა რო დაგინახე მიმოზა მეგონე. მოდი, მოკლედ. ესე იგი, აი ამ კაბინეტში შევხვდი დღეს იმ საფეხბურთო კლუბის მეპატრონეს, ხო? გამარჯობა. აქ შევხვდი, მოკლედ, ვითომ შენ ხარ ჩემი მოადგილე და მარჯვენა ხელი, ირაკლი ჩხეიძის მოადგილე, მოვა ის კაცი აქ სერიოზულ გარემოში და ხვდები შენ სერიოზულად დაელაპარაკები ხომართლა, გაიცანი ჩემი ნამდვილი მოადგილე და ნამდვილი მარჯვენა ხელი, ქავტონონა. გამარჯობა. ქავტონონა, ეს არის ლაშა ტორონჭაძე. ჩვენთან რომ არის გაფორმებული დირექტორის მოადგილედ. დიახ, ქავტონონა და თქვენ ისიც გემახსოვრებათ რომ ჩვენ ლაშა გავაფორმეთ იმიტომ რომ დავხმარებოდით მას ამერიკის მისის აღებაში. რაც წარუმატებლად დამთავრდა. სამწუხაროდ ქავტონონა, ამჯერად ჩვენ ლაშას უნდა დავეხმაროთ სამუშაო შოვნაში. ირაკლი, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ მდივანი გვესაჭიროება. არა, ქავტონონა, თქვენ ვერ გამიგეთ, ჩვენთან არ იწყებს მუშაობას ლაშა. მაშინ გამარჯობა. მოკლედ ლაშა, დაჯექი, ეს დღეს გეტყვის 1.48 გამარჯობას. არ მიაქციო ყურადღება გეხვეწებ, თუ შემდეგ შეიშალო გადადგე ჭკუა. ირაკლი, მესმის. მე მიხარია, რომ სმენის აპარატი წესრიგში გაქვთ და ყური ჯამთელი გაქვთ ქავტონონა, ძალიან მიხარია. მოკლედ, დღეს ლაშა ტორონჯაძე ჩემ კაბინეტში უნდა შეხვდეს საფეხბურთო კლუბის მეპატრონის. ფეხბურთი. არა, იცით ქალბატონონა, მე დიდხანს არ მოგახდენთ. უბრალოდ მინდა რომ იმ საფეხბურთო კლუბის მეპატრონე მიგიქროს და მინახავს რომ მე ვარ მას აქვს საქმე ძალიან ესეთ გამოცდილ, მოქმედ, კვალიფიციურ ექიმთან და რომ და იქით კი არ უნდა ეხვეწებოდეთ ამიყვანეთ სამსახურშიო, არამედ აქეთ უნდა გითხრან მადლობა, რომ ასეთ სერიოზულ თანამდებობაზე ამბობთ უარს. კი. დედა, რატო არ მიკვირს, რომ ასე გაუგეთ უცებ ერთმანეთს? სულ არ მიკვირს. რატო არ გაუგებდით? გენაცვალე, ამას 5 ცოლი ყავდა და შენ 3 ხმარი. მოკლედ, აქ უნდა შეხვდეს მეპატრონეს საფეხბურთო კლუბის, ეს გადაწყვეტილია და ქალბატონონა, გეხვეწებით, ყველა თანამშრომელს უნდა ეგონოს, რომ ლაშა ტორონჯაძე არის მართლა ჩემი მოადგილე. ყველა თანამშრომელს არა? აბსოლუტურად ყველას. ეს კარგია. კარგია. თან არსად უნდა წამოწდეთ. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს უნდა ეგონოს, რომ ჩემი ნამდვილი მოადგილეა. არ წამოწდეთ არსად, ქალბატონონა და რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია, უნდა ეგონოთ, რომ ლაშა არის თავის საქმის მწოდნე, ასე ვთქვათ, უდადლო პროფესიონალი და სერიოზული. კაცრი. კაცრი. კი ბატონო, ხო შეგიძლია კაცრი იყო. გაგაკეთე. კაცრი იყო. და ძალიან კაცრი. კი, კარგია, ძალიან კაცრი და სერიოზული. მოკლედ, ლაშა, აბა, შენიცი. ქავტონონა.
წავედი მე. ირაკლი, გეხვეწები რა, არ დაგავიწყეს რა. რა? ჩემი ამბავი რო გაქვს სათქმელი. რა შენი ამბავი მაქვს? ჩემი ამბავი რო გაქვს სათქმელი, იუდა ვარ, იუდა ის უნდა აუ, ეს რა გამახსენელო, აი. რა ხდება ირაკლებიზია? ხო, წადი ეხლა, წადი. ამანი კიდე ახლა კლინიკა. მალე სახელსაც შეუცვლიან და ვიცი როგორ ირაკლებიძია ხო საკუთარი კლინიკა იყო და ახალი დირექტორია. ძალიან კაცრი ვინმეა. ყველა გასაშვებია ესენი სამსახური. ცუდ ხასიათზე რატო გავუტოვო? ცუდ ხასიათზე კი არ არის. თურმე ძალიან მშიერია და როცა ძალიან მშიერია, ძალიან აგრესიულია. მორგი უნდა შევამოწმო. მართლა? აი მაშინ ანუ ჩავიდე ჩემთან მორგში. არა გოგი, მორგში კი არ უნდა ჩახვიდე. სუპერმარკეტში ჩადი. სუპერმარკეტში? ა სუპერმარკეტში. აი ესენი ამოუტანე. კარგი, აუცილებლად, ხო? ესე იგი სტაფილო, მოხარშული კარტოფილი. რა არის ქალბატონო, ყველა ამას ჭამთ თუ რა? ქალბატონო. ბატონო, შეიძლება ნონა დაგიძახოთ. რა თქმა უნდა. კარგი. რა კარგი გუნდი იყო ეს ბარსელონა, ნახერას თამაშობდნენ, ან რა პასები იყო, ან რა გოლები. ოხ, ეს ლუის ენრიკე რომ მომიყვანეს, აი მის მერე დავიღუპე რა. ირაკლი. რა დღეში ხარ შესაძ. სად დავჯდე? აი იქ დაჯექი თამარჩი. მე ვიცი სადაც დავჯდები რა. რა არის ეს, რას უყურებ, ხა? რა ვიცი თამარ, არ ვიცი გადავრჩები თუ არა დღეს ისეთი რაღაცა დამავალეთ და ისეთი რაღაცა უნდა უთხრა კეთევანს და იგება საერთოდ აღარ მეღირსოს ფეხბურთის ყურება და უყურებ ბარსელონას საუკეთესო მომენტებს რომ რაც წავიდა. რა ვიცი აბა. გადავრჩებით ირაკლი. გადარჩები? მე რა მაინტერესებს ერთი წუთი. რა? მე რატო დამევალა ეს? მე რატო უნდა უთხრა კეთევანს იუზა მოგტავ. აი მითხარი, ჩემს მეტი არავინ არ არის. შენ იცი ძალიან კარგი თქმა. მეც ხო შენ მითხარი. მე რო გითხარი, არ გახსოვს მაგას რა მოყვა? მეც მახსოვს, მარიკასაც ახსოვს, მეზობლებსაც ახსოვს, თან. და ბავშვები რო თამაშობდნენ ეზოში იმათაც ახსოვს. იქ ქვედა მეზობლის ხელოსნები ლამინატს რო აგებდნენ იმათაც ახსოვთ. და იმათაც ახსოვს, არ მახსოვს ვინ იყო. უკონტროლო გავხდი ირაკლი რაღაცნაირად ეგ რომ მითხარი და მოკლედ დღეს გელოდები ჩემთან დიდ დიღომში და გამოდი რა. ვაიმე არა რა. რატო? გეხვეწები აქ მოიყვანე კეთევანი და აქ ვეტყვი. გეხვეწები დიდ დიღომში ვერ მოვალ. იქ სანტიაგო ბერნაბეუზე დაღუპვას ნოუკამზე მირჩევნია ისა. კარგი თამარ, ფსიქოლოგიურად მოემზადები. კარგი წავედი მე თამარჩიკ და. სად მივდივარ და იქ მივდივარ თამარ. პირველ სართულზე გამოვაკრეს კორპუსის ევაკუაციის გეგმა კატასტროფის დროს და ამაზე დიდი კატასტროფა რა უნდა დამემართოს. იქნებ გადავრჩე თამარჩიკ შევხედავ ხო. რა ვიცი, მაინც ხო იცი რაღაც ასე თავს ვიმხნევებ რაღაც ისეთი იუმორი და ღუპვის წინანდელი რა. ბატონო ვასიკო, აი როგორც გითხარით, როგორც ნახეთ, ეს არის ჩემი სამუშაო ადგილი. რა ვიცი, უმაღლესი კლინიკაა მართლაც, ძალიან კვალიფიციური პერსონალით. სიმართლე გითხრათ, მიჭის აქაურობის დატოვება, იცით? Короче, რატომ ჩამოვედიან ახლა საქართველოში? გუნდის გაკეთება მინდა.
საბავშვო გუნდის, ფეხბურთის გუნდის, კომანდის. ყველაფერი მზადაა თითქმის. ბურთებიო, ფორმებიო, სტადიონები, კიდევ 1000 წვრილმანობები კიდო და კაროჩე, ექიმი მინდა მარტო ახლა, ექიმი. დიახ. პასუხე, დიახ. ახ, ეს შემოვავიჯო. სპორტის ტრენერი ჩვენი იყო. აიო. დემო მუჭორეგა. ასკაგა. პოლონეთის ლავის ბილეთებიო? ლოჟა, ხო? გეხარ დემო, გეხარი. ეს მოვიტანე და მოდა თეჯადის ხომ მიბგენ, რა? რა ხდება ხალხო? უცხოელი ინვესტორია და ასიგიჯგა უნჯღორე ამოძირადა გუნჯღორე ასიგიჯ ჯგირო გეხარი გაიგე ხო რა უდგარი ეგულიარიზგა აი რა უშავდა პოლონეთთან თამაში რასი სამთო და მოვიგებდო მითხა მეტი არა ჩემი მაგრამ ხო რას ვამბობდი წაგან რას ამბობდით ბატონო ვასიკო და ექიმი მჭირდებაო ესეთი კარგიო ექიმი კარგი ექიმი აუცილებელი ხო და თქვენთან მასწავლებს და რასის ამახლა წამოხვალ ჩემს კომანდაში ისე კომანდა კარგი იქნება იცოდე სპორებზე წამოხვალ კარიაჩენსკი გინდა ხადიშენსკი ნუ რა მნიშვნელობა ყველგან წამოხვალ კი ქალბატონო ნონა იქნებ უთხრათ პერსონალს რომ თათბირი გადავდოთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს ახლა დიახ ბატონო ლაშა და მინისტრაც გადავცემ რომ შეხვედრა გაქვთ და გადადონ თქვენ გაიხარეთ ია კარგად ყოფილიყარ მომწყობილი და ხო წამოხვალ ჩემთან კომანდაში რა არც იცით ბატონო ვასიკო ჩემს უფროს უნდა დაველაპარაკო და შეუთანხმდე მაინც ხო როგორი კაცია შენი უფროსი ფეხბურთი თუ უყვარს ა კი უყვარს ბარსელონას გულშემატკივარი მაგარია ბარსა აქეთ მესი იქეთ ის უკან მთელი ამბები კიდე და დაველაპარაკების შენს უფროს არა არ არის აუცილებელი არ არის საჭირო პრინციპი ჩემი გადასაწყვეტი ახლა ყველაფერი და მე ვფიქრობ რომ იცით რა ბავშვებთან მაინც ჯობია მუშაობა ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს რა გაშენაღმერთ მაგაც რა მაიმ პატარ საკითხებს მერე გავივლით და ახლა მთავარი რომ ბატონო დაშა მთავარი ახლა დოპინგზე რა აზრის ხარ თქვენ არავით არის დოპინგი მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არა სხვანაირად გამიგე მე სხვა დოპინგზე გელაპარაკები შეგახსნა არა ეკი ბატონო ეკი კარგით აბა დროებით აქეთ ესეც ასე. ხო ვიცი რომ დღეს რაღაცა მოხდება და მაინც მზად ვიყო. ვაიმე ირაკლი რა დღეში ხარ? ჩემს მეტი არავინ არ იყო კაცო. აუ გირა. ნახე რა მაგარი რამე ვიშოვე. აი ისთვისა. შეხედე? აი ესე ქეთევას უცებ. ჩაო ასვა და გავკოჭო. კარგი სანდრო, გეხვეწები არ გინდა რა. არ არის ხა ამის მაიმუნობის დრო. რა გავკოჭოთ, რა ჩავაწყო. მაგისთვის არის რა. ვაიმე გეხვეწები სანდრო, ჯობია ეს ჭურჭელი გამატანინე რა. გაგატანინო? ხო, რო არ დალეწოს ქეთევანმა. რადგან რა უნდა დამალო? უნდა დაუმალო ხო? აუ, მაგრამ ეს გეტყვი ირა. მე ესე ბავშვობაში ჩემი სხვენზე მქონდა შტაბი გაკეთებული. ხო და აიმე სანდრო, რა შტაბი? ეხ ამის დრო მაქვს მითხარი, აი კატასტროფის წინაშე ვდგავართ. მოკიდე და წამოიღე აბაზანაში უნდა დავმალო. ირაკლი. ესე იგი, ამ ბოლო დროს შენ ფიქრი საერთოდ აღარ გიყვარს. ცოტა ხო უნდა დაფიქრდე რაღაცა. ჭურჭელს რა უნდა აბაზანაში?
ვაიმე სანდრო, გეხვეწები რა, არ არის მაგის დრო. მოკიდე ხელი და წამოიღე რა. და ეს ჭიქები? ეგ ჭიქები იყოს დალეწოს ქეთევანმა არაძოს არ მომწონდა მაინც. წამოიდე. ქეთევანია? არა. და. ქეთევანი და? თამარია, სანდრო. თამარი. ქეთევანი და თამარი. ქეთევანის და თამარი. ეგ რა ქართულია ირაკლი ესე? გამოდის. ქეთევანის და თამარის. ვაიმე დადე ეგ ჭურჭელი აქ. დადე და კარი გააღე, ნუ დამაწყვიტე ნერვები სანდრო რა. აბა დაო. რაო? დაო. ჭირიმე რა. ეს სად არის ირაკლი? ირაკლი აბასანა შეიტანა ჭიქების და თეფშები. საცუშებით მოვა ახლა ქეთევანი. ვაიმე თამარჩიკ, შენ არაფერზე ინერვიულო, მე მოემზადე ყველანაირად მობილიზებულია, სახანძრო, სამაშველო, სასტრაფო, ყველა მზადო. კარგი რა, რა დროს ხუმრობაა, ძალიან ნერვიულობ ირაკლი. კარგი ხო, მოდი გავირეპეტიციო. თან ნერვიულობ. ვიცი რეპეტიციონ ამას დაჯექი, მოემზადე თამარჩიკ. ესე იგი, მზად ხარ? კი. კარგი. აი ესე ლამაზად, მოკლედ. რეპეტიციას გავდივართ. მე მოვდივარ ასე. ქეთევანი. ირაკლი. ეხლა შენ მე მართლა გადამრევ რა. თამარია ეს, თამარი. სანდრო, წყალი მომიტანე რა. მიდი სანდრინიო, წყალი მოვყვანდი, გავირეპეტიციო. ქეთევანი, იცი იუზა გარდაიცვალა. რა? არა, ეს უნდა ავიღოთ. ეს მე არ დაგვავიწყდეს სანდრო, უნდა გავიტანოთ, თორე ამას დაამტრევს ქეთევანი. მე რა მოხდა ირაკლი? თხილი და კაკალია დაამტრიოს რა. აღარ შემიძლია, გვაცადე რა სანდრო რა, გვაცადე რა. გეხვეწები სანდრო რა. გვაცადე. ხო ხედავ რომ რეპეტიციობთ, ხო და კიდე უნდა ვირეპეტიციოთ. რა რეპეტიცია ირაკლი? უფრო მაგარი რაღაც მოვიფიქრე. რა? ანუ როგორი რაღაც უნდა მოხდეს, იცი რომ ქეთევანს კი არ უნდა ეწყინოს იუზას სიკვდილი. ისე უნდა უთხრათ, რომ უნდა გაუხარდეს. ვაიმე, თამარ, დავიღუპეთ. ეს ეხლა ცენტრალური სადგურიდან გაითიშა. მომისმინეთ, ძალიან მაგარი რაღაც მაქვს მართლა მოვიფიქრებული. ვითამაშოთ. რა ვითამაშოთ, სანდრო? ნამიოკობანა ირაკლი, რა გჭირს? ნამიოკობანა. შენ დედა იქნები. შენ იყავი დედა. ეხლა ნახე როგორ რაღაც ვაკეთებთ. მე ესე დავწვევი. ესე. და ქეთევანი რო შემოვა, სანამ არ გამოიცნობს რომ მე ვარ იუზა, მე ხო ვიტყვი ესე, აბა მე ვინ ვარ თქო. სანამ არ გამოიცნობს, მე არ წამოვდგები. მიხვდი? ხო და რომ გამოიცნობს და იტყვის იუზაო, წამოხტები და ვეტყვი, გამოიცანი ქეთევანი იუზა ვარ თქო. ხო? არაფერი შენ არ გეშველება, სანდრო. რატომ დამიბარეთ? რა ხდება, რა შეკრება? რა ხდება? აი სანდროცა. აი, დაჯექი. ერთ წუთი ამას გავიტან კიდე რა დამოვიწყო. ერთი წუთი, როგორ მომენატრა. აი, გამიტეხე რა. ჭიქები კი არ უნდა გაგეტანა აბაზანაში. აი ეს უნდა გაგეტანა აბაზანაში. რა უნდა ჭურჭელს აბაზანაში? რა ჭურჭელი? არაფერი ჭურჭელი. სანდროა, ხო იცი ეს გაჩილა. ქეთევანი. მოკლედ ახლა რატო დაგიბარეთ? რაღაცა მინდა რომ გითხრა. მოიცადე ირაკლი. აი. რაღა დროს კოღოები აქ. აი. ხო და მოიცა რა? უთხარით უკვე იუზა რომ მოკვდა? ქეთინო დაო.
ჩემი ბრალია მე არ გეუბნებოდი შორს რო იყავი ვიფიქრე ვინერვიულებდი და იუზა კი არ გირეკავდა შენ ამერიკაში ლაშა გირეკავდა ხოლმე იუზას ხმით კეთინო გეხვეწები კეთინო შენ რო რამე დაგემართოს ახლა ნერვიულობით ჩემ თავს არ ვაპატიებ ხო მოდი ლაშა მოდი დაელაპარაკე იუზას ამით ვიცი რომ მანთხარ მოდი ლაშა მოდი ლაშა დროს აი დაელაპარაკე იუზას ამით იუზა ვარ კარგა იუზა ვარ ვერ ვაკეთებ რომ გავირეპეტიციებ და მე იქით გავა ხო მინდი ხო და კეთინო ჩემი ბრალია კეთინო აი ესე იუზა რო გარდაიცვალა უკაცრავად ინტერნეტის თაობაზე გამომიძახეს. ეს კომპიუტერია? არა. აბა რომელი? ის. კარგით. მე შენი კერძები სადაც ხალხო. ეს ნუ. გოგი დღეს არ ვიცი რა ხდება. ეს ახალი დირექტორია ივანაც გაყიდა და ვა, დამას ამოთხოვნებია, ესეც მოშიებულია? ეს ნაჭამია. დესერტი მოითხოვა. ნაყინი მარწყვის. მარწყვის ნაყინი, მაგარია. მორგი უნდა შევამოწმო. არა, ჩავალ მოვითან კაცო. მარწყვის ნაყინი, ეხლა. გაგაფუჭეთ არა გოგი? უკაცრავად. თქვენ გააფუჭეთ? მიხედე საქმეს. აი ირაკლი, კიდე კარგად გადარჩი შესაძლებელო. მე მეგონა ცუნამი და ატყდებოდა ერთი ამბავი. ვაი. არა. მართალი იყო ეს სანდრო რა. რა უნდა ჭურჭელს აბაზანაში, მაგრამ ვეღარ გავიგე ამბიც როდის დაუჯერო და როდის არ დაუჯერო.